გამარჯობათ მეგობრებო, მოგესალმებით. მოკლედ იმდენმა ადამიანმა მომწერა ამ ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით. გადავწყვიტე რომ ერთი ვიდეო ლაივი ნამდვილად მიუძღვნა ამ ყველაფერს. მოკლედ ინტერნეტი სავსეა ზღვა მასალით და არ მინდა ახლა სიმართლე გითხრათ, ვისაც აინტერესებს, შეუძლია ეს ყველაფერი ნახოს, შეისწავლოს, 3 მილიონამდე ფაილი არის გამოსული და რა თქმა უნდა, იქ ქართველებიც არიან, ჩვენი დიდი მიხეილ აღმაშენებელიც არის იქ და ეამაყება, რომ იმყოფებოდა იქ, გამოაცხადა, რომ აბა თქვენ როგორ გონიათო, ესე ადასტურებსო ჩემ გავლენასო იმ პერიოდშიო, როგორი გავლენიანი ადამიანები ყავიო მსოფლიო ელიტებშიო და როგორ სწორგზაზე ვიდექიო და ასე შემდეგ და ბენდუქიძეც ყოფილა. ახლა ბენდუქიძე რო გარკვეულ გადაგვარებული ქმნილება იყო, ამას ლაპარაკი არ უნდა, ადამიანი ყოველგვარი მორალის დაზნეობის გარეშე და ისე მე ფურთხებია იმ მდედრისთვის, ვინც ბენდუქიძესთან ან ამასთან დაწვება, რამდენი ფულიც არ უნდა მიცე, რა უნდა ღირდეს, რომ ესეთ ბიონაგავებთან ქალები დაწვენს ეს და ბენდუქიძე. მაგრამ აქ მე სხვა კუთხით მინდა ამ თემაზე ვისაუბრო და რა ვიცი, ვისაც დაგაინტერესებთ ჩემი დამოკიდებულება ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ახლავე მოგახსენებთ, სულ თავიდან მინდა გითხრათ ჩემო კარგებო, რომ პირველ რიგში ის რომ შეთქმულების თეორიებზე როდესაც მიდის საუბარი და თუ კი რამეს იტყოდა ადამიანი რაღაც განსხვავებულ აზრთან დაკავშირებით, იმ წუთში ატყდებოდა ერთი წივილი კივილი, რომ ეს არის ნაბოდავი, მერე ბოლო დროს იყო რომ თურმე ეს არის რუსული პროპაგანდა, თუ რამე განსხვავებულს იტყოდი, როგორ შეიძლება ამერიკა წმინდა, ესე შემდეგ და ეხლა ეს მე ფოტოებს ბევრს არ გაჩვენებთ, უბრალოდ ბევრი ისეთი რაღაცეები, აი ნორმალური ადამიანი, მე პირდაპირ გეტყვით. ჯანმრთელი ფსიქიკის ადამიანი ამ ყველაფერს ვერ აიტანს, ვერ გაუძლებს ნორმალური ადამიანის ფსიქიკა და მე მესმის, რომ ეს ყველაფერი თავისთავად იყო ტაბუდადებული საკითხი, იმიტომ რომ საშინელება ეხლა აი ამ ფოტოს რომელსაც ხედავთ, ამ ფოტოზე არის ნაჩვენები თავად ეს ეპშტეინი, რომელიც თვითონ იყო მოსადის აგენტი, რეალურად მოსადის აგენტი იყო, რომელსაც დავალებული ჰქონდა თავისთავად ახლა ვისგან იქნებოდა დავალებული, იქ ამერიკის შეერთებული შტატების და მსოფლიო ესე იგი ელიტების შეკრება და კომპრომატების მოგროვება, გარყნა, გადაგვარება აი ამ წესით და წარმოდებითაც შეასრულა ეს ყველაფერი კაცო. თემა არის ძალიან მრავალმხრივი, ანუ არ არის ერთი მიმართულებით, რატო მანდა მაინც ახლა, რატო ამ მომენტში, რატო ამ ფორმით და ეს კიდე ცალკე თემა არის, არც კი ვიცი სიმართლე გითხრა, საიდან დავიწყო, მაგრამ აი ნიკა მიწერს კომენტარს, მეც მქონდა დაწერილი დილას სხვათა შორის ეს, რომ სიმართლე გითხრათ, პუტინი და აიათოლები და რა ვიცი, სისხლიანი დიქტატორები, რომლებიც ამათ ჩვევიათ საერთოდ ლაპარაკი, ასადი და ესეთი ხალხი, ესენი ყოფილან ფრთიანი ანგელოზები ყოფილან, აი ამ დემოკრატიულ ელიტასთან შედარებით, რომელი დემოკრატიული ელიტაც მთელი ამ ხნის მანძილზე გვეუბნებოდა, რომ თავად იყვნენ ადამიანის უფლებების დამცველები, დემოკრატიის, ლიბერალიზმის, პლურალიზმის და ესე შემდეგ. და საქმე იმაში არის, რომ აქ არ არის კონკრეტულად ერთი და ორ ადამიანზე საქმე. აი ეს ფაილები მოიცავს სრულ სპექტრს დაწყებული ბრიტანეთის, ინგლისის პრინციდან დამთავრებული შეერთებული შტატების პრეზიდენტებით, არა მარტო ეხლა აქ კლინტონი არის და რა თქმა უნდა ტრამპიც იქ არის და ბუში და ეს მამა ბუშის ჩათვლით სხვათა შორის, ყველაფერი ეს არის მთლიანად მაჩვენებელი იმის თუ
დასავლეთის პოლიტიკური წრეები სინამდვილეში რა არიან? აი, ვინ არიან ეს ხალხი? რა ხალხი არიან? რას აკეთებენ? როგორ ექცევიან თავიანთ ხალხსაც, სამყაროსაც? ზოგადად აი ეს ძალა, რასაც ქვია ეს დასავლური პოლიტიკური ელიტა სინამდვილეში რის მსახურები არიან, რა იდეოლოგიის მსახურები ხალხი არიან და აი აქ არის პირდაპირ ნაჩვენები, ფოტოები, რომ რიტუალები, გადაღებული რიტუალები, რომელი რიტუალებიც შემოკარგებო ესე იგი იყო სატანისტური, ნაჩვენებთ ახლა ეს მაგათი სიმბოლო საერთოდ ეს ამოღებული მონაკვეთები გრამ ერთი წამით აი გაჩვენოთ მე თქვენ აი ამ ადამიანებს უფრო ახლოდან რო გასაგები იყოს თუ რა ხალხი არიან იქ ეს არის თავად ეპშტეინი, ის არის ბილ კლინტონი, ის არის ჰილარი კლინტონი და ეს არის რა ქვია ბილ გეიტსი, ხო? ბილ გეიტსი. ნუ თხებთან იქეთ მიცვალებულები ასე შემდეგ. როდესაც ამ თემაზე წავიდოდა საუბარი, რომ ეს ხალხი არა მარტო გაუპატიურებით და პედოფილია რო ადამიანს, აი პედოფილია რომ მოგეჩვენება ნაკლებად მძიმე დანაშაულთან, რასაც ისინი ჩადიოდნენ. და იქ ნამყოფი ადამიანები, რასაც ყვებოდნენ, ჭუიდან გადასული ერთი მექსიკელი მოდელი კივის წივის ამბობს, რომ ხალხო ეს მსოფლიო ელიტები თოთო ბავშვების ხორცს ჭამენ. ხორცს ჭამენ ჩვეულებრივად, კანიბალიზმზე არის საუბარი. ეს გაგიშდა. ესენი რას ლაპარაკობენ? ეს რუსული ის არის რა ქვია რბილი ძალა ეს პუტინის აგენტია და ასე შემდეგ და ასე შემდეგ სინამდვილეში მე მინდა გითხრათ აი მე გეუბნებით რომ რასაც ქვია პედოფილია აი რა უნდა იყოს ხო როგორ შეიძლება პედოფილს რაიმე გამართლება კონდეს ნუ ის ავადმყოფია და ნუ თუ ატყობ რომ ის ავადმყოფი არის სანამ დანაშაულს ჩავიდოდეს კასტრაცია უნდა გაუკეთო რომ გავსი რაღაცეები იმას კნას და აი შეიძლება რომ დაიბადა ავადმყოფი ადამიანი დაიბადა ავადმყოფი და მას ჭირდება ერთადერთი კასტრაცია რომელიც უშველის ამ ყველაფერს წარმოიდგინეთ და ნუ შეიძლება როდესაც უკვე დაკარგავს ამ მოძალებულ ნებებს და ამ კასტრირებული იქნება ადამიანი მე აღარ გააკეთებს ცუც ხო ის ავადმყოფია მაგრამ როდესაც ადამიანი თოთო ბავშვს დაკლავს მის სისხლს დაალევს მის ხორცს შეჭამს ეს უკვე ავადმყოფი არ არის ეს არის კაცი ჭამია ამიტომ იმ ეპშტეინის ფაილებში 3 მილიონამდე ფაილი არის სადაც არის პირდაპირი მტკიცებულება რომ ეს ხალხი თოთო ბავშვებს კლავდნენ კანიბალიზმის მტკიცებულება არის მათ სისხლს სვამდნენ ატარებდნენ სატანისტურ რიტუალებს ნუ ახდენდნენ რაღაცა გვამების დასახიჩრებას და რაც მთავარია ამ ყველაფერს შეგნებულად ხო აკეთებდნენ და ეს ყველაფერი იწერებოდა და ხდებოდა ამ ყველაფრის აღრიცხვა აი გაგიჭირდებათ იცი აი ნორმალურ ადამიანს მართლა გაგიჭირდება რომ აი ამ საკითხებთან დაკავშირებით როგორ უნდა ისაუბრო იმიტომ რომ ნორმალურ საზოგადოებაში ესეთი რაღაცა წარმოუდგენელია ხო აი არსებობს კანიბალიზმის შემთხვევები და როდესაც კანიბალიზმის შემთხვევები თუნდაც საქართველოში როდესაც მოხდა სატანისტებმა შვილმა და მისმა მეგობრებმა მოკლეს საკუთარი დედა დაჭრეს, გული ამოიღეს და ჭამეს, ხო გვახსოვს ეს ყველაფერი. მე ვიცი ეს ამბავი იქიდან გამომდინარე, რომ იმ კორპუსში ცხოვრობს ჩემი ნათლი მირონი და ვიცი სადაც მოხდა და როგორც მოხდა და ბევრი რაღაცა ვიცი ამ საქმესთან დაკავშირებით. მაგრამ ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე
31 ქარხნის უბანში. მაგრამ აი ესე დამნაშავეებს იჭერენ და სვამენ. ეს ხალხი ვინც ამას აკეთებს, ეს ხალხი არიან პრეზიდენტები, ეს ხალხი არიან ბიზნესმენები, ეს ხალხი არიან წარმატებული ადამიანები და ეს ადამიანები ქმნიან წესრიგს, მსოფლიო წესრიგს, ესენი გელაპარაკებიან პოლიტიკურ საკითხებზე, გეოპოლიტიკურ ამბებზე და ეს ადამიანები ვიზეც იტყვიან, რომ ის ადამიანი არ ვარგა და ის დასაქცევია და ის მოსაკლავია და ის ჩამოსახჩობია, ეს არა აქვს მნიშვნელობა, კადაფი იქნება, ჰუსეინი იქნება, არ ვიცი, ვინ იქნება რა, ნებისმიერი, ვინც ამათთვის მიუღებელი არის დიქტატორი და ეს ბიონაგავი საქართველოში და მსოფლიოში აყვირდება, რომ აი ძირს და გაუმარჯოს დემოკრატიას და ესე შემდეგ და ესე შემდეგ. სინამდვილეში, აი ეს უკნიდან განათლებული ადამიანები, რომლებსაც ევროპა და ნატო და ეს აქვთ აკვიატებული არიან ამათი ჯარისკაცები საქართველოში და მთელ მსოფლიოში. ყველას ყავს მსოფლიო მართლობის მიხედვით დაყენებული. აი შეხედეთ ელემენტარული. სააკაშვილი გაჩვენეთ პირველი, ხო? გამოუშვეს სააკაშვილამდე ვინც იყო კაც, ხო? ის სისხლისმელი და უბედური ქრისტიანი ზვეთგამსახურდია, არა ყველასთვის მიუღებელი იყო, ცუდი იყო, დინების აღმა მიდიოდა, ამას ამბობს მამა ბუში, რომელიც ამ რიტუალების მონაწილე იყო იქ. და არის ეს მტკიცებულებაში. შვილთან ერთად. ამ კანიბალიზმის, ამ სატანიზმის და რა თქმა უნდა ზვიადგამსახურდია იყო მიუღებელი, იმიტომ რომ ის მართლმადიდებელი ქრისტიანი და პატრიოტი ადამიანი იყო და წესიერი ადამიანი იყო. მაგრამ აი დასავლეთისთვის, რა თქმა უნდა, ახლა ამათთვის ზვიადგამსახურდია მიუღებელი იქნებოდა და მისაღები იქნებოდა ეს. ხო, შევარდნაძე საკუთარი ერისმტერი სააკაშვილი. რას ამბობს ახლა სააკაშვილი, ხო? ამათი დასმული ადამიანები რას აკეთებენ შემდეგ საკუთარ ერს რას უკეთებენ ქვეყანაში. იწყება ბრძოლა ეკლესიასთან, იწყება ბრძოლა აბსოლუტურად ყველანაირ ეროვნულ მიმართულებასთან, ხდება ბავშვების გარყნა, გადაგვარება ბავშვობის ასაკიდან, ხდება არეულობა ქვეყანაში მართვადი ქაოსის შექმნა, აი მართვადი ქაოსის შექმნის შედეგად ეს ქვეყნები ან ერთმანეთში ხდება არეულობა და ან ეგრევე ხდება რომელიღაცა ქვეყანასთან ომი. ჩვენ შემთხვევაში რუსეთთან. უკრაინის შემთხვევაში რუსეთთან, აზერბაიჯანის და სომხეთის შემთხვევაში ეს ფაშინიანის იმათი დასმულია, ამ არის რეფორმები, რომელიც სომხეთში მიდის ომი აზერბაიჯანთან, სირიაშიც, სხვაგან, აი ეს არის ზოგადად ამ ყველაფრის სტანდარტი. ამას ქმნიან ეს ხალხი. ახლა ადამიანი, როდესაც ხდება დეიდეოლოგიზირებული, ადამიანის გამოაცლი, ხო? აი ქართველი ადამიანის ეროვნული იდეოლოგია და სარწმუნოება და რა იყო ქართველი ადამიანის ცხოვრების წესი და არსი, ხო? კი, ნიკა მივალ მაგამდე მინდა მაგაზეც თქვა, რა თქმა უნდა. ქართველი ადრე რო დაიბადებოდა საქართველოს, აი ჩემი თაობის საქართველოში, როდესაც ქართველი იზრდებოდა, მან იცოდა რომ სამშობლო იყო მისთვის ძვირფასი, რომ სარწმუნოება იყო, მართლმადიდებელი იყო ის, რომ მის წინაპრების გზაზე უნდა ევლო, დავით აღმაშენებელი უნდა ცოდნოდა, რომ იყო უდიდესი მეფე, რასაც ისტორია გვასწავლის და საკუთარი ქვეყნის პატრიოტი უნდა გასtildeიყო. აი ეს იყო ჩემი პერიოდის საქართველო, როდესაც 80-იანი წლების ბოლო, 90-იანი წლების დასაწყისი. აი ამ იდეოლოგიით იზრდებოდა. მამული ენა სარწმუნოება. ამას გვასწავლიდნენ მშობლები, ამას გვასწავლიდნენ სკოლაში, ეს იყო მიღებული საზოგადოებაში და ჩვენ ასეთი ადამიანები უნდა გავზრდილიყავით. როდესაც აი ეს თურმე ცხოვრება არ იყო სწორი და ეს იყო თურმე ნაციონალიზმი და ეს იყო თურმე რაღაცა ისეთი, მოიცა როგორ პროვინციული ფაშიზმი, როგორც ვიაძე ამბობდნენ, ეს იყო თურმე დასამხობი, ეს იყო თურმე გადასაგდები და საყვანი იყო როგორი პერიოდის უნდა, როგორი ცხოვრება უნდა დამდგარიყო ქვეყანაში.
ეს შენი ეროვნულობა ისტორია არავის არ აინტერესებდა, ეს დემოკრატია უნდა დამდგარიყო, უნდა შემოსულიყო ევროპული ღირებულებები, რაც აი ევროპული ეკონომიკური სისტემა, ევროპული ცხოვრების წესი, ეს ყველაფერი ქართული უნდა ჩათვლილიყო ჩამორჩენილობად, რაღაცა წარუმატებლობად, დამახინჯებად, ასე და ევროპული სტანდარტით უნდა აღზრდილიყო ქართველი და არსებობდა სლოგანი მე ვარ ქართველი და მაშასა და მე ვარ ევროპელი. ამას ამბობდა არა ქართველი თვითონ, რომელიც არ იყო ქართველი, ყველა მიცის რომ შვანი არ იყო ქართველი და რა თქმა უნდა როგორც შვანი არ იყო ქართველი, ისე ქართველი ევროპელი ვერ იქნება ვერასდროს. თავისი ცნობიერებით და თავისი მენტალიტეტით, ხო? ისევ როგორც აზიელი ვერ იქნება, ვინმე არ დაწყდეს გული, რომ მარტო იქეთ მხარეს რომ ამბობ. ქართველი არის ქართველი და კავკასიელი. აი ამის შემდეგ დაიწყო და დღეს როგორი თაობა მივიღეთ მენტალური რევოლუცია, როდესაც ამბობდა სააკაშვილი რომ მოახდინეთ საქართველოსში მენტალური რევოლუციაო, ეს ტრაგედიები ჩვენ წინა გვაქვს. ყოველთვის ამას ვამბობ, რომ ტრაგედიებს ჩვენ აწი მოვიმკეთ. ამ პერიოდის ქართველი უნდა ყოფილიყო შემდეგნაირი. არანაირი სარწმუნოება, არანაირი ტრადიცია. რა უნდა ყოფილიყო ახლანდელი ქართველისთვის? უფლებები, რაღაცა ადამიანის უფლებები უნდა და სამოქალაქო უფლებები უნდა ცოდნოდა. მისი მიმართულება უნდა ყოფილიყო არა დამოუკიდებელი და ერთიანი საქართველო. საქართველო უნდა იყოს ევროკავშირის და ნატოს წევრი. ეს იყო მისი პოლიტიკური მხედველობა და აი როგორ გითხრათ, იცით, ეს პირველი უფლებები და ეს ჩვეულებრივად რელიგიას და ყველაფერს ითავსებდა და მესამე საკითხი, რაც საჭირო იყო იმისთვის, რომ ჩვენ ქართველი სამშობლოს არ ვისწარმოებთ, ჩვენ ვინ შეგვეცილება, თორემ ისეთ დღეს დავაყრით, მკვდარსაც კი გაეცინებაო. აქ უნდა ყოფილიყო, მტერი უნდა ყოლოდა ამ ყველაფერს და რა, რუსოფობია უნდა ყოფილიყო აყვანილი, პატრიოტიზმის რანგში. აი ამ სამებით უნდა გაზრდილიყო ქართველი. და ჩვენ ხედავთ, რომ გაიზარდა უღმერთოდ კოსმოპოლიტური იდეებით და რუსოფობიით ქართველი ახალგაზრდობა. დღეს ახლა ამაზე ცალკე სასაუბრო არის, მაგრამ აი დღევანდელი მაგალითი აჩვენებს. ისევე როგორც მივიღეთ ქვეყანაში მშობლების ჭამელი შვილები, მშობლების მკვლელი შვილები, ასევე მივიღეთ, ჩემო კარგებო, ერთმანეთის დაუნდობლობით, არ ვიცი ამ ხალხს ამ ხელა ზიზღი და ბოროტებას, აი და დღეს გიორგი ავალიანის ამბავთან დაკავშირებით გაავრცელა პროკურატურამ კადრები გამოძიების და აღმოჩნდა, რომ ეს ყველაფერი არ არის ერთეული შემთხვევა. არ არის ეს ერთეული შემთხვევა. ეს ჯგუფი ასე ჩადიოდა, ასე აკეთებდა ამ ყველაფერს. თქვენ ქალბატონო მარინა, თქვენ თუკი არ აგაქვთ მაგის ინფორმაცია, მოიკითხეთ, ქვეყანაში პატარა არის საქართველო და ვინ იყო შვანია და ვინ იყო სააკაშვილი, მარტივად შეგიძლიათ გარკვევთ. მე არ ვარ ფაშისტი, მე ვარ ქართველი და ჩემი ქვეყნის კანონში უნდა იყოს ჩაწერილი ის, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს უნდა კონდეს მითითებული თავისი ეროვნება პასპორტში. რომ აი ესეთი ბოდვა არ იყოს. ადამიანს, რომელსაც მისი ეროვნების ცხვენია, ის ვერანაირად ვერ იქნება კარგი ქართველი და კარგი მოქალაქე. გიგე? ის ალბათ შენც ისეთივე ჩიქოვანი ხარ, როგორიც ჟუანია იყო ის და როგორიც სააკოვი იყო ის, რა ქვია, კიდე ქართველი. ამიტომ თქვენერი პრიმიტიული ადამიანებისთვის ახლა ვერ მოვიცლი და შეიძლება მიბრძანდით ახლა და ჟუანიას მადიდებელი რა იდეების იქნებით გასაგები. აი მივიღეთ ესეთი მოქალაქეები, რომლებმაც ერთმანეთის დანდობა არ იციან,
ხალხს, რომელსაც ღმერთი, სარწმუნოება, ადათი, წესი, ტრადიცია არაფერი არ გააჩნიათ და ჩათვალეთ, რომ ეს პატარა ეპშტეინები საქართველოში გამრავლდა, მომრავლდა. აი ამ იდეოლოგიით აღზრდილი, ჯერ ამ იდეოლოგიის დასმული პოლიტიკოსები რას მოუტანდნენ ისეთ ქვეყანას, როგორიც საქართველო არის, თავისი კონსერვატიული საზოგადოებით, თავისი შეხედულებებით, ამ ყველაფერთან დაკავშირებით, ცხოვრებისეული იდეალებით და ტრადიციებით, განიცადა ქართულმა საზოგადოებამ თავიანთ თავზე, მაგრამ ჩვენ კიდევ ერთხელ გეუბნებით, ჩვენ ტრაგედიები გვაქვს წინ. რადგან ქართულმა საზოგადოებამ ვერ დაიცვა, ვერც თავი, ვერ დაიცვა, ვერც მომავალი. აი ამ დამპალმა სისტემამ აღზარდა აი ესეთი მართლა ფაშისტი, აი ეს დედამოწყული მე რომ მეუბნება ეს ფაშისტი, მე კი არა ვარ ფაშისტი, თქვენ ახართ ფაშისტები. თქვენ ხართ ქართველობის წინააღმდეგ მიმართული ფაშისტები. უღმერთოდ, უსიყვარულოდ, ბიჭო. ქუჩის მენტალიტეტზე ამბობენ, რომ თურმე ეს ქუჩური მენტალიტეტია და აღარ გადავალ ქურდული მენტალიტეტის ახსნა გაგებაზე, ახლა კლასიკური გაგებით, რასაც იმას ქვია, გეუბნებით ელემენტარულს. რომელ ქუჩურ მენტალიტეტში არსებობდა ის, რომ წაქცეულ ადამიანს ხუთი ახვარი ურტყამდეს, აწამებდეს და ამას კამერაზე იღებდეს. რომელი ქუჩური მენტალიტეტი ამას არ ჯობია, არ ვამბობ ქურდულ მენტალიტეტზე გადასვლას. ეს ყველაფერი გადასაშენებელი იყო და დასამკვიდრებელი იყო ეს. და აი მივიღეთ ლაზარიკო გრიგორიადისები, მივიღეთ აგერ ავალიანის მკვლელები, მივიღეთ საკუთარი დედის მჭამელები და აი ეს არის ეპშტეინი. აი ის თეორიები, რომლებსაც შეთქმულების თეორიებზე იყო საუბარი, მე და ბატონ შალვას ხშირად გქონია საუბარი, რასაც ერქვა თავის დროზე ალენ დალესის დოქტრინა, რომელიც ითვალისწინებდა კონსერვატიული საზოგადოებების ნგრევას და შემდეგი ფორმით და როგორი ადამიანები ყველა ახდა, აბსოლუტურად ყველა ახდა და ეს ამ ყველაფრის ახდომა იმას ნიშნავს, რომ ვღებულობთ ესეთ ადამიანებს ქვეყანაში, რომლებიც თორიების ვირთხებივით გამოზრდილები არიან, დაგეშილები არიან საკუთარი ერის და საკუთარი ქვეყნის წინააღმდეგ. და ეს ყველაფერი იწყება სკოლიდან, ეს ყველაფერი იწყება მერხიდან, ეს ყველაფერი იწყება ოჯახიდან. აიღეთ ამათი ოჯახები. აი ახლა უამრავი ცივილკივილი არის ატეხილი, თუნდაც აი ამ შემთხვევაში. ასეთი შვილები რომ მყავდეს, ღმერთი შვილი არ ამყავს, მაგრამ ღმერთმა დამიფაროს, რომ ასეთი შვილები მყავდეს. იმის შეწყალებას კი არ მოვითხოვდი. იმის შეწყალება მე რა რო შვილია. შვილი იყო ხევისბერის გოჩასთვის, გოჩაც და შვილი იყო ტარას ბულბასთვის, შვილი და შვილი იყო იმისთვის, რა ქვია, მატეო ფალკონესთვის, ფორტუნანტო, მაგრამ საკუთარი შვილები საკუთარი ხელით მოკალენ, რო ასეთები გაიზარდნენ. თუ რაიმე არსებობს უმაღლესი სასჯელი გვარის და ოჯახის შემარცმელები ბოლომდე უნდა დალტენ იქ, მაგრამ არა დააკვირდით, მშობლები ჩვენ რა, ადამიანი მოკლეს, ადამიანები აწამეს და კიდე შეიწყალეთო, კიდე აქეთ ითხოვე. ეს როგორ ხდება საერთოდ? აი ამ ყველაფრის მიღება და ამ ყველაფრის დამკვიდრება, ეს არის ჩვეულებრივი ოვერტონის მეთოდი. აი ოვერტონის მეთოდი შეგრძანდით, წაიკითხეთ, ნახეთ, არის ვიდეოც არის ჩვეულებრივი სოციოლოგიის მიერ ოვერტონის ჩამოყალიბებული პროცედურა, თუ როგორ უნდა მოხდეს, აი გებელსი ამბობდა კარგად ამ შემთხვევაში. მომეცით ცუდომა საინფორმაციო საშუალებებზე და ნებისმიერ ერს ღორის კოლტა თუ აქცევ, მაგრამ აი ოვერტონის მეთოდი კიდევ ბევრად მეტი საშიში არის. იმიტომ აქ ერის ღორის კოლტად გადაქცევაზე კი არ არის საუბარი, აქ არის სოციუმის გადაქცევა იმ დონის, ასე რომ ვთქვათ, ცხოველებად, რომ აი ამ სოციუმს რომ უთხრა, რომ კანიბალიზმი დასაშვებია და როგორც ხედავთ, რომ კანიბალიზმი დასაშვები არის ამერიკულ და დასავლურ ელიტებში და როგორც არის, რომ ხორცს ჭამდნენ. ოვერტონის მეთოდით საზოგადოება დაუშვებს კანიბალიზმს. ეს ხდება მეთოდურად, ეტაპობრივად.
ძალიან დიდი ხანი დაჭირდათ საქართველოში სხვათა შორის და ჯერ კიდევ ვერ შეძლეს მე ხშირად უწყრები ქართულ საზოგადოებას და ხშირად მაგ ეს პროტესტი ნამდვილად ამაკ ეს პროტესტი თუ რასაც დაემგვანა დღეს საქართველოს და ქართველობა დღესაც რასაც დამგვანებული და რა მაგრამ ჩვენ რო წარმოვიდგინოთ აი თქვენ რომ იცოდეთ ახლა ეს ჰიბრიდული ომის მეთოდები როგორი ნაბიჯ ხდება ამ ყველაფრის განადგურება და ეს სისტემური ნამუშევარი 10 წლეულების მანძილზე ქართული ცნობიერების განადგურებისთვის მე მინდა გითხრათ რომ ჩვენ რასაც აქვს ქართველებს განაძლები აი ამ სოციალურ ექსპერიმენტებზე და რასაც დღეს უძლებთ და მაინც ვინ არჩუნებთ ნუ ნაწილი მაინც ხო ვინ არჩუნებთ შეხედულებებს რა შეხედულებებითაც ცხოვრობთ და გვიღირთ ჩვენი თავი დამიჯერეთ ამას არ ვამბობ მე იმით რომ ქართველები ამას ვერც ერთი ერი ვერ გაუძლებდა არ არსებობს ნებისმიერი ერი დიდი ხანია გარდაიქმნებოდა ჩვეულებრივ კანიბალად თუმცა ბევრი არ გვიკლია აი თუმცა ბევრია თუ რაღაცა დროულად არ მოხდა ამ ქვეყანაში შეცვლა რაღაცები აი ფუნდამენტალურად არ მოხდა ამ ყველაფრის შეცვლა კი ბატონო მასე არის ნული დოზით არმის აღების და ოვერტონის პანჯარას გააჩნია ესეთი რაღაცა რომ ადამიანი რომელიც იყო რადიკალურად მოწინააღმდეგე იდეის მიუღებლობის ის ხდება აქტიური მონაწილე იმის რომ ეს იდეა იქნას კულტივირებული. ნუ ესეთი უამრავი შემთხვევა გქონია საქართველოში რომ ხალხი რომელიც რაღაცას ერთ დროს გადავებოდნენ კატეგორიულად დღეს გიმტკიცებენ რომ ის კარგი არის. ეს არის უმაღლეს დონეზე ტექნოლოგიურ დონეზე დამუშავებული ეს ყველაფერი. რა არის ახლა ამ ყველაფრის თავი და ბოლო? პირველ რიგში უნდა გარყონა და გაანადგურო. ახლა გარყვნილი და გადაგვარებული და უღმერთო ადამიანი თავის თავში დაუშვებს ყველაფერს. ეს რომ მაგალითად საერთოდ მარტო საქართველოში კი არა, კაცობრიობას შეხედეთ, საერთოდ კაცობრიობას შეხედეთ, რომლისთვისაც 1990 წლამდე ეს წელი არის გამყოფი წელი ნამდვილად მარჯვნივ და მარცხნივ კაცობრიობის ცვლილების. ჩემი მოფიქრებული არის ეს არის ფილოსოფოსების დააზრები რომ ზუსტად 1990 წლამდე სამყარო იყო რენესანსის ეპოქაში იყო იგივე ევროპა და იგივე და აი 90 წლიდან დაიწყო ნულიდან დაიწყო ათვლა პრაქტიკულად იმ ახალი სამყაროსი რომელმაც სამყარომაც ეს მიგდა. აი წარმოიდგინეთ ახლა თქვენ 1990 წლამდე და აი თუნდაც უკან ჩამოვიდეთ აი თუნდაც იგივე ეს შევარდნაძის პერიოდში იგივე სააკაშვილის პერიოდში როდესაც რომ გამოსულიყო ეპშტეინის ფაილები რომლებშიც იქნებოდა პირდაპირ მტკიცებულება ამერიკის პრეზიდენტების ამ ელიტების აი ამ ავიცი პრინცების ფილანტროპების და ასე შემდეგ უტყუარი მტკიცებულება რომ ისინი იყვნენ ოფიციალური სატანისტები და რომ ისინი ჭამდნენ ბავშვების ხორცს და სვამდნენ სისხლს. თქვენ წარმოგიდგენიათ რა მოყვებო ვინმეს დასავლეთი მოუნდებოდა კი არა საერთოდ გამოხედვა არ ენდომებოდა აქეთკენ ახლა მე გავიზარდე და მახსოვს იმ პერიოდის სოციუმი და ეს ყოფილიყო პირდაპირ მტკიცებულებით ახლა ხალხმა ყველაფერი ეს იცოდა მაგრამ ამას ეძახდნენ შეთქმულების თეორიებს. ამას ეძახდნენ იმას შეთქმულების თეორიებს და ამ საქმეზე მოლაპარაკ ადამიანს აიგდებდნენ სასაცილოდ, როგორც არის მითითებული დალესის დოქტრინაში, რომ ხოლო ცოტანი მიხვდებიან რაც ხდება, მაგრამ ჩვენ მათ ჩავაგდებთ სასაცილო მდგომარეობაში. და ამის ღიად ლაპარაკი უბრალოდ სასაცილო მდგომარეობა, მაგრამ გონებაში ყველაფერი იცოდა რა ხდებოდა. აი ახლა მე რა მაინტერესებს, იცით? მე მაინტერესებს ერთი მარტივი რაღაც. აი ელგუჯა განებე რა ძმურად თავი შეეშვი. ეს არის გაუნათლებელი ზომბირებული ადამიანი და თუ რაღაცა ეროვნულს ადამიანი იტყვის და თუ რაღაცა სიტყვის ეროვნული აიდენტიფიცირებელ ნიშნებს, ის არის ფაშისტი.
თავის დროზე ჩერჩილს აქვს ნათქვამი, რომ ისე რა ქვია, მომავლის ფაშისტებსო ანტიფაშისტები ერქმებათო და ეს ლიბერალები ადამიანების უფლებისკენ მოძრავი ხალხი და ფუჩუკუტუ ადამიანები ესენი პირველი ფაშისტები არიან. ფაშიზმი საერთოდ რას წარმოადგენს? ამათ გონიათ რომ ფაშიზმი მანდა მაინც ეს არის რა ქვია, სხვა ერების გაწყვეტას იმაშუა. ფაშიზმი არის სხვა ყველაფრის მიუღებლობას და დაუშვებლობას. ისე რო იცოდეს და ფაშიზმზე დიდი მტერი არაფერი არ აყავს. ეროვნულობას და ნაციონალიზმს ისე დებილმა ავადმყოფმა რო იცოდეს და ის ირგვლივ ვინც ასე ფიქრობს ადამიანებმა. ფაშისტები ხართ თქვენ, რომლებსაც ალტერნატიული აზრის დაშვება გეზიზღებათ, ასაკითხავთ ადამიანების იმას რა ქვია, სტიგმატიზირებას, ის ბებერია, საბჭოთა პერიოდის დაბადებულია და ამას ბნელი აზრები აწუხებს. აი ესეთი არის დემოკრატია მაგათი, აი ესეთი არის მაგათი ლიბერალიზმი. ეს არის მაგათი შეხედულება. კიდე ერთხელ მინდა ვთქვა, აი ამ ეპშტეინების ფაილებს რო დაუბრუნდეთ. მე ახლა ახალს ვერაფერს ვერ ვიტყვი და არც ვისაც გაინტერესებთ შეგიძლიათ ეძიოთ ეს ფაილები, გახდება კვლევის და ძიების და ალბათ წლების მანძილზე გახდება 3 მილიონი ფაილი არის ჯერ ეს ერთიანადაა გამოყრილი ყველაფერი და თვითონ იქ რაც ხდება თვითონ ეპშტეინის საკითხთან დაკავშირებით ეს კიდე ცალკე თემა არის, მაგრამ აი როგორ გითხრათ, იცით, ამას ჭირდება ადამიანის ფსიქიკა, ვისი ფსიქიკაც უშუალოდ აი ამ ყველაფრის მოყვარულობით არის შეპყრობილი, ვინც ამას წაიკითხავს და ვისთვისაც ეს იქნება ინფორმაციისგან სიამოვნებას მიიღებს. ნორმალური ადამიანი ამისგან სიამოვნებას ვერ მიიღებს. მე გეტყვით, მეც ისეთივე ჩვეულებრივი ადამიანად მიმაჩნია ჩემი თავი, როგორც ნებისმიერ ადამიანს და არ მაქვს რაღაც ეს სადისტურ მაზოხისტური ისინი და დამაინტერესა ამ ხალხის ფსიქოლოგიამ წლების წინ თუ რატომ იყვნენ ასე განსაკუთრებით აი ამ გარყვნილებისკენ და გადაგვარებისკენ ასე მიდრეკილები და მაინტერესებდა ეხლა რომ წამეკითხა რაღაც წამეკითხა წიგნი რაც იქნებოდა ამ მწერლის ფსიქოლოგიის და არსებობს ესეთი წიგნი მარკის დესადის წიგნი არის სოდომის 120 დღე. არ ვიცი ახლა შეიძლება ვიღაცას აქვს წაკითხული ვისაც არ აქვს წაკითხული, მე არ ურჩევ რომ წაიკითხოს, მაგრამ მე პირადად ის წიგნი ბოლომდე ვერ წავიკითხე. დავიწყე სადღაც დაახლოებით 30% წავიკითხე და იმდენად ამაზრზენი და იმდენად გულის ამრევი იყო, იმდენად ავადმყოფური ფილიგრანული სიზუსტით აქვს ავტორს აღწერილი თითოეული მომენტი, თითოეული დეტალი, რომ შენ თუ არ ახარ იმ მიდრეკილების ადამიანი, ვერანაირად იმას ვერ გააგრძელებ. არ არსებობს. არ არსებობს, ამას ვერ გააგრძელებ, იმიტომ რომ იქ როგორც პატარა ბავშვების გაუპატიურებით, ისე კაცი კაცთან მოხუცთან და ამაზე ლაპარაკი არ არის. ეს არის მთლიანად სადიზმის რაღაცა უბედურება, ეს რაც ახლა ეპშტეინების სიტუაციაში ხდება, ზუსტად ანალოგიური სიტუაცია ხდება იქაც. იქ შეძლებული მდიდარი თავადები, ფრანგები იკრიბებიან ციხესიმაგრეში, ფრანგულ ციხესიმაგრეში, სადაც გასასვლელში ჩაანგრევენ, რომ გასასვლელი არავის და სხვადასხვა სოციალურ ფენებს აირჩევენ ამ იქ ამ ციხესიმაგრეში საცხოვრებლად არიან თოთო ბავშვები, არიან ავადმყოფები, ინვალიდები, არიან ჯანმრთელი, ფიზიკურად ჯანმრთელი ადამიანები, ყველა სოციუმის ფენა არის და გადაგვარებული ხალხი ცხოვრობენ 120 დღე უნდა იცხოვრონ აქ და თავისი ეს სადომაზოხისტური და ეს სატანისტური რიტუალები უნდა ატარონ. ამას ნორმალური ადამიანის ფსიქიკა მე თუ მკითხავ ვერ უძლებს, იმიტომ რომ მე ჩემი თავი ნორმალურად მიმაჩნია და აზრს მივხვდი რაშიც იყო, მაგრამ ვერ გავაგრძელე უბრალოდ არ მიიღო გულმა და ხასიათმა ამის კითხვა. აი დაახლოებით ახლა ეს სიტუაცია იყო იქაც ხო ეპშტეინის ვარიანტშიც, რომ სოფლიოს გავლენიანი ხალხი იკრიბებოდნენ კუნძულზე, ამ კუნძულზე იყო სვარჩეწირვები, ამ კუნძულზე იყო
სისხლისმა ამ კუნძულზე იყო გაუპატიურებები და ეხლა წარმოიდგინეთ რამდენი რამე კიდე არ არის ხო ამაზე მეტი რა უნდა იყოს მაგრამ რამდენი რამე არ არის გამოსული და ხალხი ემით ამაყობს რომ ამ ხალხთან ურთიერთობა უნდათ ეს ღირებულებები თურმე ამ ღირებულებების ადამიანები ყოფილა საქართველოს გადარჩენა ქართველი ერის გზა თურმე აი ეს ყოფილა ევროპა ეს ყოფილა ამერიკა ეხლა სად გინახიათ ხალხო სატანა ჩამოსულიყოს დედამიწის ზურგზე და ქრისტიანობა ეკადაგოს სადმე შეიძლება მსგავსი რაღაცა მოხდეს ან ქრისტეს უფალ სატანიზმი ეკადაგოს ასეთი რამე შესაძლებელი არის რომ უფალმა და წმინდანმა სატანიზმი ეკადაგოს ხო ისევე შეუძლებელი არის რომ აი ესეთმა ავადმყოფმა ადამიანებმა აი ასეთმა დეგრადირებულმა ადამიანებმა იკადაგოს და გაავრცელოს რაიმე ისეთი კი არა რაღაცა ზე მაღალი ღირებულებების და რამე და რამე აი უბრალოდ რაიმე ადამიანური შეიძლება გაავრცელოს აი ამ კატეგორიის ხალხთან არის გვაქვს ჩვენ შეხება ეს ხალხი არიან იმ ევროკავშირში ეს ხალხი არიან იმ ვაშინგტონში ეს ხალხი არიან იმ ფონდებში ეს ხალხი არიან ელჩები ეს ხალხი არიან რა ვიცი ფილანტროპები და აი არ ვიცი და ეს ხალხი ჩვენი მთელი პოლიტიკური ელიტა რას ამბობ კლინტონი არ მოგწონს რას ამბობ ბუში არ მოგწონს რას ამბობ ის არ მოგწონს რა ქვია შენ ამერიკული ტრამპი არ მოგწონს და საქმე რაშია იცით აქ არ არის მარტო რესპუბლიკელი დემოკრატი აქ არის მთლიანად აბსოლუტურად ყველა არის გაერთიანებული აი ეს ძალა რეალურად ეს ბნელი ძალა მართავს ადამიანის უფლებების სახით დემოკრატიის სახით ლიბერალიზმის სახით მართავს აი ამ პოლიტიკურ მიმართულებას. ნუ არ არის საუბარი, იცით ახლა აქ იყო აქამდე საუბარი პაპდედზე, რომელსაც ჰქონდა ასეთი ვეჩერინკები, ასე რომ ვთქვათ, რომელი ვეჩერინკებიც, სადაც ძალადობა ხდებოდა, გაუპატიურება ხდებოდა, აი ახლა ეს ჰოლივუდის ამ სვეტსკ უბედურ ხალხზე, ნუ ახლა ისინი იცით რა, აი აქაც უკვე ისა რა ქვია, განსხვავება, იმიტომ რომ დეკამერონში არის პეტრარკა და ბოკაჩო, ის რო არის რა ქვია, ჯოჯოხეთის აღწერა რო არის, რომ არის ძაბრის ფორმა რო გააჩნია ჯოჯოხეთს და აი ამ 7-ის რო აქვს შრე და პირველში ნაკლები დამნაშავე, მეორე, მესამე, ბოლოში მევახშეები და ისინი არიან. იცი აი ესეთი განზომილებაც აქვს აი ამ ბოროტებას ხალხო, იმიტომ რომ იქ იმ პაპდედის სიტუაციაში შეიძლებოდა შეკრებილიყო ნარკომანები, სექსუალურად დეგრადირებული ადამიანები, მოძალადეები, პედოფილები. საშინელი ხალხი, ხო? ნუ საშინელი ახლა ნორმალური ხო? მაგრამ ეს ხალხი თოთობავს არ დაკლავდნენ, მის ხორცს არ შეჭამდნენ, მის სისხლს არ დალიოდნენ. ეს ხო გამორიცხული იყო ახლა რო ყოფილიყო ესეთი რაღაცა ხო იტყოდნენ. აქ ეს ზღვარიც გადალახულია. ნუ აქ შეიძლება იფიქროს ადამიანმა რომ რა კიდე საშინელება შეიძლება ყოფილიყო წამების, პედოფილიის, კანიბალიზმის, სატანისტური რიტუალების იქეთ კიდე რაც შეიძლება ადამიანმა ჩაიდინოს. ნუ ამას არ ვიცი, ალბათ ადამიანი ვერ მოიფიქრებს. აბსოლუტურად ყველანაირი ადამიანური ბნელი გრძნობების რეალიზება, რომელი ბნელი გრძნობების რეალიზება შესაძლებელი ყოფილიყო. ამას რაც საუბრობდა და რაც იყო, ამას ყველაფერს საბჭოთა პროპაგანდას ეძახდნენ. ამას ეძახდნენ თურმე რომ ყველაფერი ეს იყო რუსული ისა. სხვა შორის არ გამორჩენიათ აი ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ვთქვა რომ არ გამორჩენიათ ეს საკითხიც.
არ გამორჩენიათ ეს საკითხიც, უკვე დაიწყეს საუბარი, რომ თურმე ეს ყველაფერი KGB-ს აგენტურის შესრულებული არის. რადგან ისინი ამბობდნენ, რომ მათ ტრამპზე კომპრომატები ჰქონდათ თურმე რუსებს. და ეპშტეინი რაღაცნაირად KGB-შნიკი იყო და ესე შემდეგ. არ ვიცი, ეს ალბათ ისრების გადატანა არის, იმიტომ რომ ეპშტეინი რომ მოსადის აგენტი იყო და ებრაელი იყო, ამას არანაირი მტკიცება არ ჭირდება, ყველამ კარგად იცის, როგორ იყო და რანაირად იყო. მაგრამ თუ ახლა KGB იყო ჩართული, მაშინ საღოლ ძმაო KGB-ს. საღოლ KGB-ს, თუ ასე გაგყვნათ და გადაგაგვარათ და ასე მოგსპოთ და ასე დედაგიტირათ ამ ამერიკულ ელიტებს საბჭოთა KGB-მ და მე რუსულმა ეფესმ, საღოლ ძმაო მაგრები ყოფილან რა. მაგრები ყოფილან, იმიტომ რომ რასაც თავის დროზე იური ბეზმენოვი ამბობდა და რასაც იგივე ტომას შუმანი ამბობდა, რომელიც საბჭოთა აგენტი იყო და კანადაში გაიქცა და არავინ არ უსმენდა მის სიტყვებს, სხვათა შორის სერიოზულად არ აღიქვამდა, როდესაც 82-83 წლებში ინტერვიუს ამბობდა, რომ იმდენად ძლიერი სისტემა შექმნა KGB-მ, ისინი მალე ამერიკაში მოვლიან სათავეში მარქსისტები და უბედურებას დაგმართებენო. მაშინ ისინი ყოფილან და KGB მართლა მაგარი ყოფილა, KGB-ს რეკლამა გამოვა აქ და ესეთი რაღაცა. და რაც შეეხება თვითონ აი ამ ეპშტეინის საკითხს, რომელმაც დაგვეკით ეს ყველაფერი როგორ არის აწყობილი. ესე იგი, ეს ეპშტეინი ერთხელ დაიჭირეს და მაშინ ადრე დაიჭირეს და ის რო ციხეში იჯდა 12 საათი და გარეთ გულაობდა და ის ცალკე ამბობ იყო, ეხლა დაიჭირეს და ციხეში მოიკლა თავი. ახლა რა თქმა უნდა ეს ლოგიკური ფიქრი არის, რომ ადამიანს, რომელსაც ამდენი ცოდვები აქვს ჩადენილი, ამდენი ბოროტება აქვს ჩადენილი, ის მოიკლავდა თავს, მაგრამ საინტერესო რა არის, იცით? თვითონ ამ ეპშტეინის სიკვდილი ციხეში. ეს არის ყველაზე მეტი საინტერესო დეტალი. ესე იგი, ორი კამერა, რომელიც ციხეში იყო, ორივე გაფუჭებული იყო. მანდამაინც იმ დღეს გაიყვანეს მისი თანამესაკნე და სხვა არ შემოუშვეს. თვითონ ოფიცრები, რომლებსაც უნდა შეემოწმებიათ ყოველ ნახევარ საათში ეპშტეინის მდგომარეობა, ამათ ეძინათ. თვითონ ეპშტეინის გარდაცვალების საბუთი, ესა რა ქვია, წინადღით იყო დაწერილი და რაც ძალიან ბევრი ის არის ნიუ-იორკის ციხისთვის. საიდანაც ჩიტი ვერ გაფრინდება და თურმე თავი ჩამოიხრჩო. იქ ვინც იყო ჩამოხრჩობილი, იმაზე დაიწერა, რომ თავისუფალმა ექსპერტმა შეხედა, რომ ეს ჩამოხრჩობაზე მეტად უფრო მოგდვას გავს. ისიც საფიქრებელია, რომ ვიღაცა მოაკლევიეს, რომ არ წამოეყრანტალებია, მაგრამ საინტერესო ფენომენი რა არის ისე, როდესაც აი ესეთ სამყაროში ვცხოვრობთ, სადაც ტყუილი არის გაბატონებული და არაფრის დაჯერება არ შეიძლება ამ სამყაროში. სხვათა შორის, რა თქმა უნდა, იფიქრებს ნორმალური ადამიანი, რომ მოკლეს, მაგრამ არის კიდევ ერთი თეორია, რომელი თეორიაც ძალიან საინტერესო არის და სხვათა შორის მე უფრო ამ თეორიისკენ ვიხხრები, რომ ეპშტეინის თვითონ გარდაცვალება, გვამის გატანა და ასე შემდეგ და ასე შემდეგ და ასე შემდეგ ისე განხორციელდა ბევრ საეჭვო ვითარებაში, რომ ეს ყველაფერი იყო უბრალოდ ჩატარებული თვალის ასახვევად და ეპშტეინი სინამდვილეში ცოცხალია. იმიტომ რომ იმ მიცვალებულს, რომელ მიცვალებულზეც იყო სურათები, არ აღმოაჩნდა დატოირება, არ აღმოაჩნდა ისეთი ნაკვთები, როგორი ნაკვთებიც უნდა ყოფილიყო. ახლა ეს ჩვენაირ ადამიანს ის არ გაუკვეთია და არ შეგვიძლია სახელმწიფო თუ შეამოწმებდა, გაკვეთავდა და სახელმწიფოს ყველა ასეთი ფორმა საერთოდ მიღებული არის ოფიციალურად ბრიტანეთში, როდესაც ხდება თავიანთი აგენტურის გადამალვა, როდესაც ისინი შეასრულებენ თავის მისიას, აგენტის დაცვის ფორმა არსებობს ასეთი, გამოაცხადებენ მას მკვდრად, როგორც იყო სხვათა შორის ამბობდნენ ბერეზოვსკის შემთხვევაში და ამბობდნენ სხვათა შორის აი ამის
ბადრი პატარკაციშვილის შემთხვევაშიც, რომ შექმნიდნენ ადამიანის, ანუ ცვილისგან შექმნიდნენ ადამიანის ფიგურას, ესე გაასაღებდნენ მკვდრად, იმ საბუთებს ყველაფერს გაუქმებდნენ, მიცემდნენ ახალ პასპორტს, მიცემდნენ ახალ საბუთებს, ახალ სახელს, ახალ გვარს, ჩაუტარებდნენ პლასტიკურ ოპერაციას და პრაქტიკულად ადამიანი ცხოვრობდა სხვა სახელით, სხვა გვარით და არასდროს ის უკვე სიცოცხლის მანძილზე აღარ გამოჩნდებოდა არანაირ სიტუაციაში. მე უფრო სიმართლე გითხრათ, აი ამ ხარისკენ ვიხრები, იმიტომ რომ ხდება ეს ფორმა უფრო არის მისაღები, იმიტომ რომ არისო ეს ახლა ეპშტეინი ისეთი ხელწამოსაგრავი ფიგურა, ან ვიღაცას მოეკლა, ან თავი მოეკლა თვითონ და სინდის შეეწუხებია, მსგავსი რაღაცეები ნაკლებად მოსალოდნელია. ამიტომ ამ არეულ და ამ საგიჟეთ სამყაროში, სადაც ბავშვებს ჭამენ და მის სისხლს სვამენ, ფაქტია ის, რომ მსგავსი რაღაცა ყველაზე მეტი იდეალური ვარიანტი არის, იმიტომ რომ ეპშტეინი მარტო არ იქნებოდა, მას ეყოლებოდა ესეთი ხალხი, რომლებსაც თუ მას დაიჭირდნენ ან მოკლავდნენ ან რაღაცა კომპრომიტირებელ უარეს მასალებს კიდე ამოყრით. ასე რომ ეს ამას პატარა ბავშვიც ფიქრობს. და საბოლოო ჯამში აი რა მინდათ გითხრათ, იცით? რაც დრო გადის, გინდა ეხლა ასე გამიგეთ, გინდა ისე გაიგეთ. გინდა როგორც გინდათ ისე გაიგეთ რა, ისე ხომიცეთ რაღაც გაჩვენოთ. აი ეს მაგარ მაჩოთ რო იყო პლინტონი გამოცხადებული, აგერ ყაბაში დახატული აღმოაჩინეს ეგ და ახლა რა გაუკვირდებოდა ამას ახლა თუ ეგეთი რაღაცების არ შერცხვებოდა ნამდვილად, მაგრამ აი მე მინდა ერთი მარტივი რაღაც დრო გადის, მეუბნებიან ხშირად. უფრო და უფრო მიყვარდება ეს კაცი. აი რაც დრო გადის, აი სიმართლე გითხრათ, ასაკი უფრო მემატება და რათაც ამ გიჟურ სამყაროს უყურებ. აი თუ რამხელა ბოროტებით არის მთელი სამყარო გაშრემთილი. და უკვირდები იმას, რომ რასაც ეს კაცი ამბობდა და რისთვისაც ეს კაცი იბრძოდა, ეს მართლა მესიის ბახვილი იყო ამ დამპალ სამყაროში, რომელშიც ეს ყველაფერი აი ასე არის მოწყობილი, სადაც ძალადობა, სადაც უღმერთობა, სადაც ბოროტება და ნამდვილად ბოლო დროს გაახლებული არის მისი ლозунги. Ну что, товарищи, теперь вы понимаете, кто такие враги народа? Გეკითხებით, ახლა გებულობთ თქვენ, ვინ არიან ხალხის მტრები? მეგობრებო, აი მე მინდა ეს კითხოთ. და ამაზე ყველაფერზე კიდევ ერთხელ და იმათ უფრო ურწმუნდები, იმიტომ რომ აი აბსოლუტურად ამ კაცის დაგმობა ჯერ კიდე 56 წლიდან როდესაც დაიწყო, მიმდინარეობს დღემდე და არის ისტერიკა და ამ კაცის ხსენება დღემდე ისტერიკაში აგდებს ხალხს. თუ კი ვინმე იმას მეტყვის, 1000 რაღაცას ხო იგონებენ, 1000 რაღაცას იგონებენ, სტალინი ეს იყო, ის იყო, დიქტატორი იყო, აწამებდა, აკავდა. თუ კი ვინმე იმას იტყვის, ან თუ კი სადმე შეიძლება ვინმეს მოვიდეს თავში აზრად, რომ სტალინი რომელიღაცა ფართებზე მონაწილეობდა, სადაც ბავშვების სისხლს სვამდნენ, სადაც ბავშვების ხორცს ჭამდნენ, სადაც მუზარდ და ესე რა ქვია, თოთო ბავშვებს აუპატიურებდნენ. ვინმეს ყველაზე გახრწნილი გადაგვარებული დიქტატორები აიღეთ, ხო, რომლებსაც ეს თურმე თავისი ფანტაზიები გააჩნიათ და ეს ამის წინებზე ეს ჩემი ძველი მეგობარი ბჭყალებში ბატონი ყვერზო მალაფიას ვიდეო ჩამიგდეს, რომელიც სტალინს ლანძღავდა და შიშარა იყო, ხალხო დიქტატორები მშიშრები არიან, სტალინი ლაჩარი იყო, ეს იყო. ბატონო ყვერზო, მართლა ახლა რა სიტყვით ბატონო ყვერზო, აი დიდი მორალის და დიდი ეთიკის ამერიკაში და კანადაში თქვენი
დიდი ქრისტიანობით ამ შეფასებას რომ მთელი თქვენი ცხოვრება სტალინის და მართლმადიდებლობის ლანძღვით და გინებით რომ აიწყეთ. ახლა რა შეტყვით ბატონო ყვერზო თქვენს დასავლურ ელიტებს. ხო, ამას ვერავინ ვერ იტყვის რომ მსგავს რაღაცეებში ეს კაცი მონაწილეობდა. ის მაქსიმალურად ცდილობდა რომ მაქსიმალურად გამიჯნული ყოფილიყო ამ სამყაროდან. დიახ, მისი დამსახურება არის ის, რომ მისი სახით, ჯერ საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე სიონისტების ეს ურდო, რომელიც იყო შემოსეული ტროცკისტების თამადობით და ლენინის და ამათი ამოშანთა და ამოძირკვა, ბოლომდე ვერა, ბოლომდე ბოროტებას ერთი კაცი ვერ ამოძირკვავს და მეორე დიდი ბოროტება, რომელიც დიდი ბოროტებაც იყო ფაშიზმის სახით ევროპაში, აი ეს მეორე დიდი ბოროტება, ამოშანთა და ამოძირკვა და მესამე დიდ ბოროტებას ებრძოდა რომელსაც არ მისცა საშუალება გაბატონებულიყო მის ქვეყანაში და არა მარტო მის ქვეყანაში, იმ ტერიტორიებზე, რომელ ტერიტორიებზეც შემდეგ მისი იმპერია იქმნებოდა. და ნოსტრადამუსის წინასწარმეტყველება იმის შესახებ, რომ გამოჩნდება აღმოსავლეთის და ჩრდილოეთის მრისხანე კაცი, რომელიც პირიდან ამოუშვებს კვანძს და ცეცხლს და მის ფეხქვეშ დაეცემა მთელი სამყარო და მის ძალაუფლებას გაავრცელებს ხმელეთის უზარმაზარ ნაწილზე და აღმოსავლეთ ევროპაზე და ასე შემდეგ, სრულად ახდა. მაშინ ტარტარიათი ხსენიებოდა ეს რუსეთი და ეს ტერიტორიები. ესე აქ ნაწინასწარმეტყველები. არ ვიცი, შემოგევლე ხლა ნამდვილად ვერ გადავალ ჰიტლერის და მის ცალკე თემაზე შეიძლება ვისაუბროთ. ჰიტლერის და ებრაელების ურთიერთობა, ვინ დაწყვიტა და ვინ დატოვა, ეს კიდე ცალკე საკითხავი თემა არის, მაგრამ აი მე რასაც ვხედავ, დიახ, ის კაცი რასაც ლაპარაკობდა და ეს კაცი რასაც ამბობდა აი ამ დასავლეთის მიმართულებაზე, აბსოლუტურად ყველაფერი ყოფილა მართალი. მე ამ დამპალ ელიტებს ვერ შევადრი. რავი, თქვენ თუ შეადარეთ ბატონო, შეადარეთ, გინდათ აიათოლებს შეადარეთ, გინდათ კიმჩენინს შეადარეთ, ვისაც გინდათ იმას შეადარეთ. ვისაც გინდათ. თუ ეს ადამიანური ფაქტორით, ეს ნორმალური შეფასება ამ ყველაფერს შეიძლება მიეცეს რაც ხდება, არ ვიცი, მაშინ მართლა თქვენი თქვენი სუბიექტური აზრი არის და თქვენი სუბიექტური დამოკიდებულება არის ამ საკითხებთან დაკავშირებით. ახლა ჩვენ რაც შეგვეხება კიდე ქართველებმა რაც შეიძლება ოვერტონის ფანჯრის პრინციპი საქართველოში ჩატარებული არის, ჩვენ ქართველებმა რაც შეიძლება ღრმად ვიძახოთ, რომ რას ქვია დივენსი ჩავიდა სომხეთში და არ ჩამოვიდა საქართველოში და ამისთვის დავხოცოთ, აბა რაბინაირად შეუძვრეთ ტრაქში ამერიკას და ამერიკელებს. აქ უკვე იმდენადაა მოთახსირებული ამ ადამიანების გონება და აზრი, არ ვიცი, ახ სიმართლე გითხრათ, თვითონაც სიამოვნებით მიიღებდნენ ეპშტეინის იმგენში მონაწილეობას და ან მსხვერპლი იქნებოდნენ, ან მოძალადე. ან ასეთი ღირებულებების ამერიკა ურჩევნით. ახლა საკითხი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ მანდა მაინც ახლა მოხდა და ამ ფონზე მოხდა ამ ყველაფრის გამომჟღავნება, ამასაც თავისი დრო და სივრცე გააჩნია, იმიტომ რომ ეს ფაილები იქ იყო, ამდენი ხანი არ გამოსულა, 1000 მიზეზს მოიგონებენ. ფაქტი არის ერთი რაღაცა. სერიოზული საუბრები მიდის, ბოლო წლები არის, რომ ამერიკის შეერთებული შტატები მიდის სამოქალაქო ომისკენ. იქ რა ქვია იმ შტატს, პენიონისიო თუ რაღაც ესეთის რო აქ რა სახელი რო აქ, სადაც
აიქ ორი ამერიკის მოქალაქე მოკლეს და გამოსვლები არის და დაძაბულობა არის და 1000 უბედურება არის, ისევე კონსერვატიული ლიბერალურ მიმართულებებზე არის პრაქტიკულად გახლეჩა საზოგადოების და ამერიკის შეერთებული შტატები არის ძალიან გახლეჩილი და დაყოფილი საზოგადოება, ძალიან რთულად სამართავი, კბილებამდე შეიარაღებული, მსოფლიოს ყველა შეიარაღებული ქვეყნები რო აიღოთ, რაც არის, იმაზე ორჯერ მეტი და სამჯერ მეტი შეიარაღება არის გაყიდული, ამიტომ ამერიკის შეერთებული შტატების მოტეხვა იმით როგორც მინიაპოლის კი ბატონო მოტეხვა აი ამ ფორმით რომლითაც მოხდა ევროპის ქვეყნების გატეხვა როგორი ექსპერიმენტებიც ხდებოდა საქართველოში ასე ვერ ხორციელდება ვერ ხდება იმიტომ რომ შეიარაღებული ადამიანი უკვე ჩვეულებრივი ობიექტი არის პოლიტიკი ეს ჩვეულებრივი სუბიექტი არის პოლიტიკის ეს არის ჩვეულებრივი აქსიომა იარაღიანი კაცი ის უკვე პოლიტიკის სუბიექტი არის და თუ მას თავისი ის მარტივად არ ემორჩილება იმისთვის აქ იარაღი და ამიტომ შესაძლებელი არის ის რომ თვითონ შეერთებულ შტატებში საზოგადოების გატეხვისთვის განხორციელდეს შიდა დაპირისპირება ნუ არ ვიცი ბევრი არიან ჩემები ამერიკაში ზოგთან ესე თემებზე როდესაც საუბრობ სხვადასხვა მიზეზებს უამრავი რაღაცა არის მე ერთი რაღაცის თქმა მინდა უბრალოდ რომ ამერიკის შეერთებული შტატები თვითონ თავისი წყობით და თვითონ როგორც იმპერიალისტური ესე რომ ვთქვათ თვალსაზრისით როგორც ქვეყნის მოწყობითაც ძალიან ბევრი რაღაცა და თავის იმპერიის მოწყობითაც ძალიან გავს დასავლეთ რომის იმპერიას და მერე უფრო უკვე დასავლეთ რომის იმპერიას, როდესაც იმპერიების გაყოფა მოხდა. ეს არის მათთვის ზუსტად იქაც ისეთი სიტუაცია არის, იქაც სენატი არსებობს, იქაც სენატორებზე ბევრია დამოკიდებული. როგორც რომის იმპერია იყო პირველი დემოკრატიული იმპერია და ესენი როგორია თუმცა დემოკრატია იმპერია არ შეიძლება არსებობდეს და პირველი დემოკრატიული იმპერია იყო ზუსტად რომის იმპერია ეს პრინციპი არის გადაღებული ნუ აქეთ თუ გადმოვხედავთ რუსეთი ზუსტად რომ ბიზანტიური მოდელი არის და თვითონ ამას არც უარყოფენ პირდაპირ ამბობენ დერჟავნიკები და იდეოლოგები რუსული იმპერიის მათ ყოველთვის ელამდებათ ის რომ Москва это третий Рим, а четвертый не будет. Московия მესამე რომია და მეოთხე არ იქნება. იგულისხმება ერთი რომის იმპერია, მეორე უკვე კონსტანტინოპოლი და მესამე კონსტანტინოპოლის მემკვიდრედ აცხადებს თავს, ამიტომ ისტორიულადაც რუსების ბრძოლა სამხრეთით ოსმალების წინააღმდეგ და კონსტანტინოპოლის აღების ოცნება რუსებს, რომლებიც ძალიან ახლოს იყვნენ სხვათა შორის ისტორიის მანძილზე, არაერთხელ კონსტანტინოპოლის აღებაზე და სტალინსაც ჰქონდა ეს გეგმა, მაშინ თურქეთთან ომით, ზუსტად მაშინ გააჩერა დასავლეთმა ბირთვული იარაღით. ეს რა ქვია ეს მათ იდეად უდევთ. მაგრამ ახლა იმაზე ვლაპარაკობდი მე თვითონ დასავლეთ რომის იმპერიაზე და ამერიკის შეერთებული შტატების მსგავსებაზე. აქ არის იდენტური მსგავსება, იმიტომ ახალს ვერ შექმნი, ახალს ვერ მოიგონებ, რაღაც ახალს ძალიან ბევრი ახალი ჭირდება, ამიტომ მემკვიდრეობის გამოყენება უფრო მისაღები არის და უფრო მარტივი არის. სხვათა შორის კარგად აღწერს მაგას თვითონ ამ იმპერიის ერთ-ერთი იდეოლოგი და განსაკუთრებით რუსოფობიით გამსჭვალული ეს რა ქვია ზიბგბენდ ბჟეჟინსკი თავის წიგნში დიდი საჭადრაკო დაფა რომის იმპერიის ანალოგიები მოყავს საერთოდ იმპერიებზეა იქ საუბარი და რომის იმპერიის სტილის გადაღებაზე არის საუბარი და რამ დაანგრია რაც მთავარი არის რაც საინტერესო არის რამ დაანგრია რომის იმპერია რომის იმპერია დაანგრია საერთოდ
განახრწნა და რომი როგორც ასეთი იმპერიული იდეალებიდან გადაიყვანა ზუსტად გარყვნილება, ზუსტად გადაგვარება, ზუსტად რომის იმპერიის ელიტების მაქსიმალურმა გადაგვარებულმა ცხოვრების სტილმა. იმიტომ რომ ადრე თუ გვიან ნებისმიერი იმპერია თავისას ჭამს იქიდან გამომდინარე რომ მათი ელიტები ირყვნებიან. იგივე საბჭოთა ელიტის პერიოდი იყოს თუნდაც ავიღოთ, ხო? ელიტის გარყვნა მოახდინა ესეც. აქაც ესეთი სიტუაცია არის ზუსტად ერთ-ერთში რომ გადავიღოთ, რომ ამერიკის პოლიტიკური ელიტა მაქსიმალურად დალპა, მაქსიმალურად გაირყნა და შეერთებული შტატების ელიტა, რომელიც არსებობს, მე რატო ვთქვის, არ არსებობს დემოკრატები და არ არსებობს რესპუბლიკელები, ორივე ერთნაირია. ორივე მონაწილეობდა ამ ყველაფერში. სხვა ელიტა უბრალოდ არ არსებობს. არ არსებობს ეს ელიტა. არსებობს ელიტა, რომელიც ელიტას ელიტით ჩაანაცვლებს. არ არსებობს ისეთი პიროვნება, რომელიც ამ ელიტას გაწმენს და ახლს მოეღოს. ახლა თქვენ წარმოგიდგენიათ, რომ აბრაამ ლინკოლნი დაუშვებდა შეერთებული შტატების ელიტის გადაგვარებას, ისე როგორც დღესაა გადაგვარებული, ხო? არ დაუშვებდა, იმიტომ რომ არ იყო თვითონ ესეთი. ჯორჯ ვაშინგტონი არ დაუშვებდა, ხო? ახლა აღარა მაქვს საუბარი დამფუძნებელი მამების იდეაზე და იდეოლოგიაზე, რაზეც ტომას ჯეფერსონი და ესენი წერდნენ. თუ როგორი უნდა იყოს შეერთებული შტატები, როგორ უნდა ემსახურებოდეს თვითონ მოქალაქის თავისუფლების ქარტიაში მოქალაქის მოვალეობა რა არის ხელისუფლების მიმართ. არ მოხდებოდა ესეთი რაღაც, ხო? იგივე ვინ იყო ახლა, ხო? ბოლო პერიოდის, ასე რომ ვთქვათ, კენედი იყო განსაკუთრებით ისეთი ადამიანი, რომელიც ამ ელიტას დაუპირისპირდა, რომელიც მოდიოდა მათ შორის, სხვათა შორის პირველი დაპირისპირებები და ის ქონდა ზუსტად აი ალენ დალესთან, რომელი ალენ დალესის დოქტრინაც იყო გარყვნის გადაგვარების, საბჭოთა კავშირის და ამ ქვეყნების, მაგრამ ეს დოქტრინა თვითონ ამერიკასაც მოედო შემდეგ და ის მოკლეს, იმიტომ რომ არ დაუშვებდა ესეთ რაღაცების განვითარებას. პირდაპირ ამბობდა, სხვათა შორის ზვიად გამსახურდიაც იგივეს ამბობდა, რომ ეს არის ანგლო-ევროპული, რა ქვია, იმპერიალიზმი, რომელსაც აქვს ადამიანების გაწყვეტა და ესე შემდეგ. კი ბატონო, რუზველტიც არ დაუშვებდა ამას და სხვათა შორის რუზველტიზეც ამბობენ, რომ რუზველტიც მოკლეს ზუსტად იმიტომ, რომ ის ეწინააღმდეგებოდა ბირთვული ბომბის ჩამოგდებას. ფაქტია ის, რომ სერიოზული ცნობიერებითი კრიზისი არის, საერთოდ ქალბატონ დენიზ ასონბაძეს ვესაუბრებოდი და მან როგორც მეცნიერმა ძალიან კარგად შეაფასა ეს ყველაფერი, თუ კაცობრიობა, მარტო მათი ქვეყანა კი არა, კაცობრიობის აზროვნება შეიყვანეს კრიზისში. კაცობრიობის ცნობიერება საერთოდ შეიყვანეს კრიზისში, აი დამპალი თავიანთი იმით. ამიტომ იქაც ზუსტად ისეთი სიტუაცია იყო. იქაც არსებობდა, როგორც ეპშტეინის ვარიანტი არსებობდა, როგორც კლინტონის და ესეთი რაღაცა, იქაც იყო ტიბერიუსი. და იყო ტიბერიუსის კუნძულები და იყო ტიბერიუსის გარყვნილება და აღვერახსნილობა და საბოლოო ჯამში ამან დაანგრია რომ. იმიტომ დაანგრია, როდესაც ადამიანი კიდევ ერთხელ ვამბობ, ამათი მთავარი სამიზნე რა არის? რატო ებრძვიან საქართველოს, რატო ებრძვიან ეროვნულ ცნობიერებას, რატო ებრძვიან? აი ამ სატანისტების მთავარი მიზანი არის მომავალ თაობებში მაქსიმალურად გაანადგურონ ეროვნული ცნობიერება, ქრისტიანულ სარწმუნოება, ადათი წესი, ტრადიცია, რაც აბრკოლებს ადამიანს აი ეს აღვირახსნილობასთან მიმართებაში. და როდესაც ადამიანი რჩება დეიდეოლოგიზირებული, ის ცხოველზე მეტი საშიში ხდება. ზუსტად ახლა ჩვენ ვღებულობთ იმ სიტუაციას, სადაც ადამიანები დეიდეოლოგიზირებულები ამ სატანისტები ამას ახდენენ და ეს კლინტონები და ესენი ხომ შეცვლილი ადამიანები არიან და ამათი მმართველობის შედეგად უკვე დაიბადნენ ადამიანები,
რომლებიც ბავშვობიდან არიან დეიდეოლოგიზირებული. ამიტომ ასეთ შემთხვევაში ყოველთვის მოდის ომი. ომი ან გარიდან, ან შიგნიდან. მე ვფიქრობ, რომ ჩემი აზრია ესეთი, როდესაც უკვე ასე საჯაროდ იქნება გამოსული და ასე ღიად იქნება გამოსული და არ იქნება დაფარული ამდენი პრეზიდენტის, ამდენი ცნობილი ადამიანის, პრინცების, ამათი ეს გადაგვარებული ცხოვრების წესი და კანიბალიზმი და პედოფილია და მსგავსი რაღაცა, აქედან უკვე ბევრი არ არის დარჩენილი. დანარჩენს კიდე დრო გვაჩვენებს. რაც შეეხება ეპშტეინის მიმდევრებს, მე შემიძლია გითხრათ, რომ აბსოლუტურად ყველა ვინც საქართველოში ამ შიგ უკნიდან განათლებულ ცხოვრების წესს პროპაგანდირებს და იმაშვება, რა ქვია, მიყვება ამ წესს და ამით უნდათ განათლება და მე მინდა გითხრათ, რომ საქართველოში არ არსებობს, როგორც შეერთებულ შტატებში არ არსებობს სხვა ელიტა, ისე არ არსებობს საქართველოში სხვა ელიტა. დაგვიტოვეთ, შემოკარგო, თუ შეიძლება ჩვენი შეხედულება ამ საკითხებთან დაკავშირებით თემო, რა დაგვაჯერეს, რომ სტალინი სიონისტებს ებრძოდა? ეს დაგვაჯერეს? თუ ჰიტლერზე საუბრობ? თუ შეიძლება გამეცი პასუხი. დიახ, სტალინზე თუ გაქვს საუბარი, სტალინი რო ებრძოდა ნამდვილად სიონისტებს, მაგას ბევრი რამე არ უნდა. იმიტომ იმ 27 წამყვან პოლიტიკურ ფიგურაში, რომლებიც CKKPSS-ის შეიქმნა მაშინ და არსებობდა, იყო ერთი სტალინი, ქართველი, იყო ერთი რუსი ჩიჩერინი და იყო ერთი მიქოიანი, სომეხი. დარჩენი 24 იყვნენ ყველა გალიმი, პირწავარდნილი, ლენინისტები, სიონისტები, უბედური ხალხი. ის ხალხი ამოწყდა და დარჩა სტალინი. და მათი მიმდევრების კიდე მიაყოლაზეთ. ჰიტლერთან დაკავშირებით კი იქ შეიძლება კი არის სერიოზული სადაო მომენტები. ცალკე საუბრის თემა არის, სიმართლე გითხრათ, თავიდან ბოლომდე ცალკე საუბრის თემა. ჰიტლერთან დაკავშირებით კი არსებობს, უამრავი არსებობს, რა ქვია. მტკიცებულება იმისი, რომ ჰიტლერზე ნამდვილად არის უამრავი მტკიცებულება იმისი, რომ ჰიტლერი პირიქით სიონისტების დავალებას ასრულებდა, რომლის მიზანიც იყო ესეთი მსხვერპლს შეწირვის რიტუალის შექმნა და საკუთარი ხალხი გაწირეს ამისთვის და იმიტომ რომ თვითონ ჩემი სიტყვები არ არის, რა თქმა უნდა, ებრაელები ამაზე აწილდებიან და აკილდებიან, მაგრამ ის ლავროვის სიტყვები არის, რომ მე რა თუ ზელენსკი ის იყო, რა ქვია, ებრაელი არისო და ფაშისტი ვერ იქნება, მასეო ჰიტლერიც ებრაელი იყო და ფაშისტი იყო. პირდაპირ უთხრა. ხო. და იქ საინტერესოა კიდე როგორი სტილის, როგორი ჯიშის ებრაელები ამოწყვიდა და როგორი დატოვა, ეს კიდე ცალკე თემა არის, უბრალოდ ჰიტლერთან დაკავშირებით არის. ფაქტია, რომ სტალინმა ერთიც დაამარცხა მის ქვეყანაში, მეორეც დაამარცხა და მესამეს დასამარცხებლად უკვე არც ასაკი იყო და არც ისინი. გიორგი, რა მინდა გითხრა, იცი? საბჭოთა კავშირის პოლიტიკურ ელიტაში ან იყვნენ ებრაელები, ან ვინც არ იყო ებრაელი, მათ ცოლები აბსოლუტურად ყველას ებრაელები ყავდა. იგივე მოლოტოვის ცოლიც ებრაელი იყო, ხო? აბსოლუტურად ყველას. კი. გასაკვირი არაფერი არ არის. ქართველი იყო უბრალოდ თვითონ ერთი სტალინი, რომელსაც ასე გვაზიზღებენ და გვაჯავრებენ. მოკლედ, ამის თქვა მინდოდა ამ ეპშტეინის ფაილებთან დაკავშირებით, ჩემი აზრი და ჩემი დამოკიდებულება, მე დეტალებში არ შევალ, იქ ერთი იმდენი დეტალი არის, ღმერთმა იცის,
ვინ რა დროს რას აკეთებდა და რანაირად აკეთებდა ერთის რისიც ხელაღებით პირდაპირ შეიძლება თქმა შეიძლება იმისი რომ დასავლეთის პოლიტიკური ელიტა არის ასეთი გარყვნილი ასეთი გადაგვარებული არის კანიბალიზმით არის პედოფილიით შეპყრობილი ისინი მხარს უჭერენ ზუსტად აი ამ იდეებს ისინი აძლიერებენ აი ამ პროპაგანდას რომ ამ პროპაგანდით ჯერ ქალთა უფლებებით, მერე LGBT უფლებებით, ბოლოს კიდე პედოფილიის საკითხით, მათ შორის სალომე ზურაბიშვილმა მის შეწყალებულ აქტში პედოფილი შეიწყალა, ვიცოდეთ ისე. ესეც უცხოეთიდან დავალება იყო მიღებული და მან შეასრულა. ეს ხალხი არის ჩვეულებრივად ეპშტეინის მიმდევრები. და ვინც ამ ყველაფრის წინააღმდეგი არის, ის არის ყველა რუსეთუმე, ყველა ფაშისტი, ყველა ბნელი, ყველა საზიზღარი ადამიანი და რა ვიცი, დაგიწყებენ ახლა. თუ ასეთი ცუდია დასავლეთში შენ თვითონ რატო ხარ და თვითონ ახლა მე ან ცხოვრების წესის შეცვლის გამო ვიყო აქ და ჩემ მეგობართან ყოფნას მამადლიან ჩემ ხარჯზე ცხოვრებით ამ ნაირი სასწაული არ მინახია, მაგრამ კაი ახლა მეტი რო არ აქვს სათქმელი არაფერი რა უნდა გითხრანგაც. და მე რატო ამბობ, იცით, აი ამ ეპშტეინის ფაილებმა თვითონ ამერიკული საზოგადოება გახლეჩილი საზოგადოების დამწვარზე მდუღარე დაასხა და კიდევ უფრო შეამზადა იმ ყველაფრისთვის, რასაც გვია დიდი ცვლილებები. რა თქმა უნდა, უერტონის ფანჯრის პრინციპი. ძალიან საინტერესო არის, შეგზანდით ინტერნეტში შეგიძლიათ მოიძებნოთ, ჩაწეროთ თუნდაც YouTube-ში ქართულადაც უნდა იყოს და რუსულადაც არის კარგი ახსნა თუ რას ქვია უერტონის ფანჯარა. ამიტომ დადექით ბოლომდე, აი ყველა ვინც ფიქრობს, სადაც არ უნდა იყოთ, დადექით ყველა იმ ღირებულებებზე და დადექით თუნდაც ფანატიკურად. აი სხვანაირად არ გამიგოთ, მაგრამ თუნდაც ფანატიკურად დადექით იმ იდეალებზე, რასაც თქვენი წინაპრები იდგნენ. იმიტომ რომ აბსოლუტურად ეს რასაც ესენი გთავაზობენ, რა ცხოვრების წესაც ესენი გთავაზობენ, რა ცხოვრების სტანდარტს და სტილსაც ესენი გთავაზობენ, ეს არის ყველა ეპშტეინის გზა და ეპშტეინის გზა აზრამდე ვერ მიგიყვანთ და ახლა თუ თქვენი აზროვნება მხოლოდ სმა ჭამასთან და სექსუალურ ვნებებთან დაკავშირებით არის, თქვენ უკვე დიდი ხანია მდგარ ხართ ეპშტეინის გზაზე და აცი არანაირი დადგმა არ დაგჭირდებათ. არ ვიცი, სიმართლე გითხრა, პუტინზე რა უნდა ვიფიქრო, ფაქტი არის ის, რომ პუტინი და დღევანდელი რუსული იმპერია ამ ყველაფერთან დაპირისპირებული არის და დაპირისპირებული ეს იმპერიალისტური დაპირისპირება არის თუ იდეოლოგიური დაპირისპირება ამას დრო გამოაჩენს, იმიტომ რომ იმ ფაილებში, ახლა პუტინი იქ არ ყოფილა და იქ, მაგრამ მედვედევი ნახსენებია. მედვედევი ნახსენები არის სხვადასხვა, იქ ბევრი ვიღაცა ნახსენები, ზოგი ასეთ კონტექსტში, ზოგი ისეთ კონტექსტში, მაგრამ მედვედევი თვითონ არის იმ ლიბერალური სამყაროს წევრი, რომელიც ლიბერალური საერთოდ არ გამოკვირდება მედვედევიც რო იყოს იქ ჩაბრძანებული და კაი დრო ქონოდეს ნატარები. კი ბატონო, მიუღებლობის მიღებას ემსახურება უერტონის ფანჯრის პრინციპი. ალბათონო ირმა. როგორ უნდა მოხდეს საზოგადოებისთვის მიუღებელი საკითხის მიღება. და როგორ უნდა გატეხონ ადამიანის გონება. უერტონის ფანჯრის პრინციპით ჩვეულებრივად კანიბალიზმი შეიძლება მიაღება, იმიტომ რომ დააკვირდით თქვენ ერთ საინტერესო დეტალს. აქ არ არის უკვე სექსუალურ გარყვნილებაზე, აღვირახსნილობაზე და მსგავს რაღაცეებზე საუბარი, ხო, ამ ეპშტეინის ფაილებში. აქ საუბარი არის უშუალოდ კანიბალიზმზე პატარა ბავშვების, თოთო ხორცის ჭამის. ნორმალური საზოგადოება ამას როგორც კი გაიგებდა, გამოვარდებოდა. შუათშორის მაგას წერს ტომას ჯეფერსონის თავისუფლების ქარტიაში არის აღწერილი და ავალდებულებს პირდაპირ მოქალაქეს, რომ თუ კი სახელმწიფო გახდა ტირანი, შენი როგორც მოქალაქის
ვალდებულება, აჯანყება, დამხობა და მომავალი თაობებისთვის ისეთი გარანტიების შექმნა, რომ მსგავსი რამის ჩადენა, ეს თუ კი დიქტატურისკენ წავიდა. დიქტატურისკენ და ახლა იქ რო უკვე ისეთი ელიტა ყავს, რომელიც ბავშვების ხორცს ჭამს, აქ ეს ალბათ არც ვაშინგტონის და არც ჯეფერსონის და არც როჯერ შერმანის და არც სხვების თავში არ მოხარშვა. აი ეს უკვე ფანჯრის მოხსნა, პედოფილია ფანჯრის მოხსნა, უკვე ჩანს რომ კანიბალიზმის ფანჯრის მოხსნა. არ გამორიცხოთ ის რომ თუ ეს სისტემები დარჩება, პედოფილიაც დაკანონდეს, კანიბალიზმიც დაკანონდეს, რასაკვირია. ეშმაკის მთავარი ძალა იმაში არის რომ დაარწმუნა საზოგადოება იმაში რომ ის ხალხი ადამიანები დაარწმუნა რომ ის არ არსებობსო და ახლა თუ კი ეშმაკი არ არსებობს მაშინ ყველაფერი დაშვებულია მაგრამ რა ვიცი მე რატო ატარებენ ეს ხალხი მანდამაინც ამ სატანისტურ რიტუალებს და არა ქრისტიანულ რიტუალებს არა და რაც მთავარია ახლა ბევრი მეკითხება რომ აი გასაგებია რომ აქ ეს ეპშტეინი, ეს არის კლინტონები და ეს არის ის რა ქვია ბილ გეიტსი და ხელები აქვთ აწეული, მაგრამ ეს ვისაც აბარებენ, რა ვიცი, ამ აღსარებას თუ რიტუალს, ეს ხალხი ეს ვინ არის? ეს შავებში ჩაცმული, ეს ვინ არის? მე სამწუხაროდ არ მაქვს ინფორმაცია ვინ არის. ვერ ვნახე მე ეს ვერც მისი სახე ვნახე, ვერც ინფორმაცია ვნახე მაგ ყველაფერთან მიმართებაში. გიორგი შემოგევლე, არ არსებობს არანაირი ოცნება და არ არსებობს არანაირი ნაციონალური მოძრაობა. ესენი ყველა ამ მიმართულების ხალხი არიან, მათი იდეალები, მათ მიერ გაზრდილი საზოგადოება, მათ მიერ ნამოღვაწარი ზუსტად ეპშტეინის საქმეს ეფუძნება და ახლა ოცნების სათავეში დგას თვითონ ტომით არა ქართველი ბატონი ბიძინე. ბიძინეს ნაკურთხი საზოგადოება აბა რა იქნება უკეთესი. ისევე როგორც დემოკრატებს და რესპუბლიკელებს შორის არანაირი სხვაობა არ არის, მე თავშივე ვთქვი მაგით, რომ პოლიტიკური ელიტა 100%-ით ესენი სულ ყველა არიან ეპშტეინის მიმდევრები. პატარა ეპშტეინები არიან, ეპშტეინჩები. უბრალოდ ზოგი ამაყობს ამით და ზოგი იყენებს ამას, რომ ვაიმე ჩვენ ასეთები არა ვართ. არა და როგორ არ ახარ ასეთი? როგორ არ ახარ ასეთი, როდესაც საქართველოში ბავშვთა გარყვნის კანონი, სექსუალური უმცირესობების დაცვის კანონი და ანტიდისკრიმინაციული კანონი შენ მიიღე, შენ დაუშვი ქვეყანაში ნარკოტიკების ლიბერალიზაცია, შენ გააკეთე ყველა ტაბუები, შენ მოხსენი ამ ყველაფერს და შენც ოვერტონის პანჯრით ზუსტად ის იქადაგე, რასაც იქედან ქადაგე, როგორ არ ახარ? ის ახარ. ნაცებს და კოცებს შორის ისეთივე სხვაობაა, როგორც რესპუბლიკელებს და დემოკრატებს შორის შეერთებულ შტატებში. ეგრეა. დავასრულოთ ამ თემებთან დაკავშირებით, რა ვიცი, თუ ვინმეს რაიმე კითხვა გაგაჩნიათ, შეგიძლიათ მკითხოთ, ისედაც დიდი ხანი ვისაუბრე. არ მგონია, იცი, სიმართლე გითხრა, არ მგონია, რომ ბიზნესში გეიჩითოს, იმიტომ რომ თვითონ ბიზნესი არა, მაგითკენ მიდრეკილი, იმიტომ რომ ძალიან შიშარა ადამიანია, ძალიან იცის თავისი, კარგად იცის ბიზნესი თავისი ადგილი და ბიზნესი მასეთ კუნძულებზე არ ამოყოფდა თავს. ბიზნესი თვითონ მოაწყობდა თუ რამე უნდა და მის ბუნაგში, მის ზოოპარკში, ისე როგორც უნდა იქ არ ამოყოფდა თავს. ბიზნეს ურჩევნია მაგათთან იმეგობროს, ისე როგორც სოროს ჩაიხუტა პირველს. აქ ესეთი პრინციპი იყო, რომ ვინც ამ ელიტებთან არ როგორცაა დღეს საქართველოშიც როგორიც თორნიკე რა არის, იცი?
ნუ ჩემ აზრს გეტყვი, რომ აი დალესის დოქტრინა შვაბის ბჟეჟინსკის ერთ მოდელზე აწყობილიო. ნუ საერთო ჯამში ორივეს ერთი პრინციპი აქვს. ორივეს ერთი პრინციპი გააჩნია, ორივეს ერთი პრინციპი არის კონსერვატიული საზოგადოების გატეხვა და ამერიკის იმპერია, მაგრამ აქ რადიკალური სხვაობა არის. დალესის დოქტრინა ნებისმიერ საზოგადოებას შეიძლება მოარგო. მათ შორის შეერთებულ შტატებს, რომელიც არ იყო ეს ხელიდან წასული საზოგადოება, როგორც დღეს არის. და ბჟეჟინსკის დოქტრინას ვერ მოარგებს შეერთებულ შტატებს, იმიტომ რომ ბჟეჟინსკის დოქტრინა გათვლილი არის სხვა ქვეყნების დასამორჩილებლად, სხვა ქვეყნების გასანადგურებლად. და დალესის დოქტრინა იმითი განსხვავდება, რომ ეს არის უნივერსალური ქმნილება, რომელიც შეიძლება ნებისმიერი კონსერვატიული საზოგადოების გატეხვას და აი ბჟეჟინსკი ზუსტად რომ ამ ყველაფრის ექსპორტს ამბობს, იმიტომ რომ თუ გაქვს წაკითხული დიდი საჭადრაკო დაფა, დიდ საჭადრაკო დაფაში აღწერილი არის იმპერიების, იმპერიული ცხოვრება, იგივე ცინის იმპერიის აღწერა, როგორ ჰქონდათ კონფუციანელობა საფუძვლად გამოცხადებული რომის იმპერიის, რუსული იმპერიის, საბჭოთა იმპერიის და ამერიკული იმპერიის და მათი იდეოლოგიის ექსპორტ საზღვარგარეთ. ეგა. ნუ, ახლა ზაურ რა იცი, ასეთი დამოკიდებულება იყო იმასქნილი, რა ქვია, შექმნილი, რომ შენ თუ ამ ელიტასთან ვერ ახლობლობდი, შენ იყავი ლუზერი. ლუზერი ეს, წარუმატებელი. ისე როგორცაა დღეს. დღეს თუ შენ ვერ რეალიზდები საქართველოში, შენ თვითონ ახარ, შენი ბრალია, თუ არა, ცხოვრების სტილის ბრალი კი არ არის. მაგრამ ახლა რაც შეეხება ფულის შოვნას, ფული სხვა წყაროებითაც შეიძლება იშოვო, მაგრამ მაგაში იყო ბიზნეს ფენომენი, რომ ბიზნეს ფულები აინტერესებდა და არ უნდა და პოლიტიკა არ მინდა, გარეთ არ ჩანდა. ანუ ჩუმალა იყო. ხო და აქედან გამომდინარე მე ვფიქრობ, რომ ბიზნეს ნაკლებად სავარაუდოა მაგ აღმოჩნდეს. ბიზნეს არ ქონდა ამბიციები, ბიზნეს იყო ჩუმალა. და ამიტომ ჯობდა მაგისთვის სიტყვაზე ლუზერი ეძახებია, თუმცა ფული ქონოდა და უსაფრთხოება ქონოდა. და სააკაშვილი კაკრაზრო არ იყო ეგეთი. სააკაშვილი იყო საკუთარ თავზე შეყვარებული იდიოტი, ნარცისი, უნდოდა ცნობადობა, უნდოდა საქვეყნოთ მონაწილეობა და ესეთი რაღაცეები. ნუ არა შემოწმო საპატრიარქოს საერთოდ არ მაქვს საუბარი, საპატრიარქო ისეა ჩვენთან კატეხილი და ისე არის არეულდარეული, დარჩენილი არის პირდაპირ ვამბობ. საპატრიარქო არის ებრაული მოსადის ჩვეულებრივი ფილიალი საქართველოში. ვერ გეტყვი, ვახტანგ, ვერ გეტყვი ვერაფერს, ერთი არ ვიცი, იმასაც გეტყვი, რომ როგორც ბადრი პატარკაციშვილი შეიძლება ბრიტანეთის, იმიტომ რომ ცოტა ისეთი წარმოსადგენია, რომ როგორც ვიცი მე პატარკაციშვილს ბრიტანეთის მოქალაქეობაც ჰქონდა. ბრიტანეთის მოქალაქე მოკლა და დაუსჯელი დარჩე, ამას თვითონ ბრიტანეთი არ გაპატიებს. და იგიც ვინ კოდუამ და ვიღაცე ჰაიჯ გაგლიჯა. აქ ორი სიტუაცია არის. ერთი ის რომ ბადრი პატარკაციშვილმა ფაქტია რომ ისეთ დროს ამოიღო ხმა და ისეთ სიტუაციაში ამოიღო ხმა რომ დინების აღმა აღმოჩნდა და ამიტომ გაანადგურეს, თვითონვე გაანადგურეს და არანაირი კოდუას მოკლული ის არ არის. ან არის მეორე ჩვეულებრივი ვარიანტი რომ ბადრი პატარკაციშვილიც ისევე როგორც ბერეზოვსკის და სხვა შემთხვევებში იქნა გათამაშებული მკვლელობა მისი და თვითონ პლასტიკური ქირურგიის და იმის ჩარევით, სხვა ბევრი რამის ჩარევით მოხდა მისი სახელის გვარის შეცვლა და სხვა პიროვნებად გამოცხადება. ეს ორიდან ერთ-ერთი ვარიანტია. ერთი რაღაცის თქმა კი შემიძლია, რომ ეს მილიარდელები და მილიონერები და ეს ხალხი ყველა რავა ლონდონიარი მაგათი სასაფლაო.
ყველა იქ კვდება, ყველა იქ რაღაცა ყველა გაუგებარ მდგომარეობაში, ბენდუგიძეც იქ მოგდვა, ბერეზოვსკიც იქ მოგდვა, პატარკაციშვილიც იქ მოგდვა და ამ მდგომარეობაში კაციშვილმა არ იცის. ხო, მე როგორც კომუნისტი თუ მიმდევარი ამათი, ამასაც გადავიფარებ ახლა გარეგან და შეიძლება ზოგიერთისთვის ის იყოს, რომ ნიშანი იყოს, აი მეც ერთ-ერთი ამათთაგანი ვარ. კი. ჰამლეტ შენ შემოგევლე ახლა იგორ გიორგაძის პიროვნებასთან რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს. იგორ გიორგაძე არის ერთგული ჩეკისტი რუსული სპეცსამსახურების და ასე იქნება ბოლომდე. მისთვის სამშობლო არის საბჭოთა კავშირი და არის ერთგული ამ ყველაფრის. აი ეს დამოკიდებულება. სხვა რა ვიცი რა უნდა მქონდეს. კაცი არის გრუზ გენერალი. ერთ-ერთი იმ იშვიათთაგანი, რომელიც მონაწილეობდა ავღანეთის პრეზიდენტის ამინის ლეგენდარულ სპეცოპერაციაში, შტურმში, სადაც ალფამ გაანადგურა ამინი და მისი მომხრეები. ახლა რა დამოკიდებულება უნდა მქონდეს. ეს ადამიანი არის ამ იდეოლოგიის, ეს ადამიანი არის ამ შეხედულებების, ეს ადამიანი არის ამ პრინციპების. ეს ახლა ვინმესთვის მისაღებია თუ არ არის მისაღები, მე მგონი ამას არც თვითონ უარყოფს არასდროს, ეს ასე არის და ეს არის მისი ხედვა. ის რომ იგორ გიორგაძე არასდროს არ იბრძოლებს დამოუკიდებელი საქართველოს გულისთვის, რომ აი ცალკე რაღაც დამოუკიდებელი საქართველო არსებობდეს და იყოს ზვიადის და მერაბის იდეალები, ბრიყვი უნდა იყო, რომ ეს დაიჯერო. მაგრამ რასაც ქვია იმის, რომ ერთგული არის საბჭოთა კავშირის და საბჭოური იდეების, კი ბატონო, მაგას ვინ უარყოფს. იგი მაგაზე გიორგი ვისაუბრეთ. ხანდახან ხუმრობა ჭირდება ამ ყველაფერს. კარგი, ჩემო კარგო, მე მგონი ამოვწურეთ ეს ყველაფერი. რა ვქნა ახლა დაიჯერონ ქალბატონო, რა არ დაუბრალებიათ, Mi6-ის აგენტობით დაწყებული კიტოვანის მაგაცობით ყველაფერი დაუბრალებიათ და აი დავამბრალონ ესეც რა. აუ, აი შემოგევლე რა. რა სენსაცია თქვი ახლა მამუკა ფიფიასთან გქონიაო იგორ გიორგაძეს კავშირი ამბობენ. არ იქნება მაგი მართალი ჩემო ძმაო. აი მაგის არ მიჯერა, მაგი არ იქნება. მაგი არ იქნება. არ იქნება იგორ გიორგაძეს და ფიფიას არ იქნებათ კავშირი. საქართველოს მიმართულებაზე ჩიტი გაფრინდება ისე რუსეთში, რომ იგორ გიორგაძე არ იყო საქმის კურსში. ვინ ყავთ რუსებს უფრო მეტი მწოდნე და უფრო მეტი ესა რა ქვია გარკვეული საქართველოს საკითხებში ვიდრე იგორ გიორგაძე. გაიხარეთ ჩემო კარგი. ნახოთ თორნიკე, როდესაც გვექნება ახალი ვიდეო ეთერის ისა აუცილებლად შევეკითხები ქალბატონ დენისას. კარგად ბრძანდებოდეთ, დიდი მადლობა ყველას ყურადღებისთვის. ეს იყო ჩემი დამოკიდებულება, ეს არავის თავს არ ვახვევ, ესაა ჩემი ხედვა, ჩემი გადმოსახედიდან ამ საკითხებთან მიმართებაში. დიდი მადლობა.